ქრონიკული ვენური უკმარისობა ეს არის გავრცელებული და აქტუალური პრობლემა, რომელსაც საფუძვლად უდევს ქვედა-კიდურებიდან გულისკენ ვენური სისხლის ნაკადის გადინების დარღვევა. რა სიმპტომებით შეიძლება ხასიათდებოდეს იგი? ეს ხასიათდება ქვედა-კიდურებში სიმძიმის შეგრძნებით, შეშუპებით, ტერფების სიმხურვალით, ასევე ტერფებზე ლაქების გაჩენით მუქი ფერის, ამავე დროს შესაძლოა მისცვენა გამოვლინდეს ქვედა-კიდურებზე და შორს წასულ შემთხვევებში ქვედა-კიდურებზე გამოხატულია ვენების ვარიკოზული გაგანიერება და ტროფიული წყლულებიც კი. დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე ამ მდგომარეობის მართვა მოიცავს მკურნალობას მედიკამენტოზურიდან ქირურგიულ ჩარევამდე. თუმცა შეიძლება აღვნიშნოთ, რომ მსუბუქი ჩივილების დროს შესაძლებელია სიმპტომების შესამსუბუქებლად დავიწყოთ საკვები დანამატის მიღება, როგორც არის მაგალითად მანაეს სირქექშენი. ეს არის საკვები დანამატი ფრანგული ხარისხის პროდუქტი, რომელიც ძირითადად დამზადებულია მცენარეულ ექსტრაქტებზე და საკმაოდ კარგად ამსუბუქებს საწყის ეტაპზე მდგომარეობას. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს მდგომარეობა არის პროგრესირებადი, ქრონიკული მდგომარეობა და აუცილებელია მიმართოთ ექიმს.